გელა გესმის ჩემი ხმა თუ შეგიძლია და თუ ახერხებ რომ მოგვიყვე რამდენიმე სიტყვა გასაგებია როგორც ჩანს გელა ხასაიასთან მივიდა მანდატური სამსახური ის სარგებლობდა ტელეფონით უნდა ესაუბრა ჩვენს პირდაპირ ეთერში როგორც ჩანს ესე კონკრეტულად იმ პირებთან მიდიან ვინც ტელეფონით ჩართვებს ახორციელებს ადგილიდან რომელიც არის მოძალადე ჩვეულებრივი და სხვა ფუნქცია მას არ გააჩნია გარდა ადამიანებზე ძალადობისა. გელა რას გეუბნებიან თუ შეგიძლია რო გითხრა რასაც მოასწრებ? არაფერს არ გვეუბნებიან ფიზიკურ თავდასხმაზე გადმოდიან და გვატოვებინებენ ეზოსაც კი. მანამდე პრობლემა ჰქონდათ შიგნით ყოფნის და ეხლა უბრალოდ ეზოშიც არ გვაჩერებენ და ძალის გამოყენებით აქედანაც გვაძევებენ. ანუ რა არის საფუძველი ვიდეო გადაღება თქვენი და მომვარდა და ეხლი მკრა და რავი ყველაფერი მკრა რაც შეეძლო გასაგებია ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე სურათი ვნახეთ ცოტა ხნის წინ დერეფანში ხო რაც ხდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოსი მაგ დროისთვისაც იმყოფებოდი ადგილზე რა შეგიძლია გელა ამ განაჩენზე რო გითხრა ყველა პროცესს ესწრები მეორე განაჩენი გამოცხადდა მეორე პირის პროევროპული აქციების მონაწილეები სამწუხაროდ არ იყო პროგნოზი ოპტიმისტური მათ შორის ამის საფუძველი იყო ის რომ იგივე მოსამართლეს გალუსტაშვილს უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება რომელმაც გამოიტანა განაჩენი მათე დევიძის საქმეზე. 5 წელი გიორგი მინდაძეს. რას ფიქრობ? სამწუხაროდ ყველა სინდისის პატიმრის განაჩენიც იქნება იგივე, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმი და თუ ვეძახით მათ რეჟიმს, შეუძლებელია გქონდეს რამე სამართლიანობის განცდაც კი. ესენი არიან ჩვეულებრივი მოძალადეები და ჩვეულებრივი ბიზნესმსახურები, რომლებიც იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც აწყობს რეჟიმს. ერთადერთი გზა ამ ადამიანების გამოხსნის არის რეჟიმთან ბრძოლა, ქუჩაში ბრძოლა და იმ რესურსების გაერთიანება, რა რესურსებითაც ვიბრძოდით რუსული კანონის დროს, უკაცრავად არჩევნების გაყალბების შემდეგ, ერთადერთი გამოსავალი და გზა რომ ეს ადამიანები გამოვიხსნათ არის ამათთან ბრძოლა ქუჩაში. არანაირი აზრი არ აქვს. გელა, შენ როგორც მივხვდი ცოტა გამოერიდე ვითარებას რომ გაიგოს მაყურებელმა შენი ხმა, მაგრამ ეხა დიდ ფანჯარაში მაყურებელი ხედავს რომ ეს დაპირისპირება წეღან იყო თვალსაჩინო ეს კადრი იყო ისევ ადგილზე მანდატურებსა და მოქალაქეებს შორის. ანუ ამის საფუძველი რა არის რომ ამ მოქალაქეების ამ ტალღას დაატოვებინონ ტერიტორია, ანუ ამას ცდილობს ახლა ადგილზე მანდატურის სამსახური. მათი მიზანი არის რომ საქალაქოს ეზოშიც კი არისმოდეს პროტესტის ხმა და მათი მიზანი არის რომ რაღაცა ამ ძალის გამოყენებით ვითომ შეგვაშინონ ადამიანები და ესე გვაიძულონ რომ არ გამოვხატოთ არაფერზე პროტესტი, თუმცა ჩვენ ნებისმიერი ფორმით ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას და ეს აქაც იგრძნობა ეხლა ამ წუთასაც. რას გულისხმობთ? ადამიანები არ ემოციებიან მადლობა. ძალის გამოყენებით ცდილობენ ჩვენს გაყვანას. მადლობა და ზუსტად ეს სურათი არის ეხლა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თქვენ ხედავთ რომ ვითარება არის საკმაოდ დაძაბული მოქალაქეები რომლებიც ტელეფონით იღებენ იქ ადგილზე შექმნილ ვითარებას და გელა საუბრობდა კონკრეტულად და ჩვენ დავინახეთ კიდეც კადრში რომ მას მანდატური ასე ვთქვათ ეჯაჯგურებოდა ის ამბობს რომ ეხლა მიზანი არის რომ ეს ეზო გათავისუფლდეს მოქალაქეებისგან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფება ადგილზე, თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი დავინახე, ასევე ვადო, რომელსაც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრებოდით, იქ ძალიან ბევრი